რა მოგაქვს სხვებისთვის, ანუ როგორ გხედავენ სხვა ადამიანები. პირველ რიგში ვიტყვი აქ ესეთ რაღაცას, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული ზოგადად ცხოვრებაში თავისი ადგილი. რას ნიშნავს იყო ცოცხალი? რას ნიშნავს მოგქონდეს ემოციები სხვა ადამიანებისთვის, კომფორტი, გინახავს კარგი დღეებიც, გინახავს ცუდი დღეებიც. ამიტომაც შენ სამეგობრო წრეში, შენს კოლეგებთან მნიშვნელობა არ აქვს სოციუმში, გარეთ ოჯახში, შემოგაქვს ადამიანების ცხოვრებაში შენს ენერგიას ცვლილებები. შენთან საუბრის დროს, ურთიერთობის დროს, კონტაქტის დროს, ნებისმიერი სახის კონტაქტის დროს ადამიანების ცხოვრება იცვლება და უპირველეს ყოვლისა ეს არის გამომდინარე შენი ენერგიისგან და ემოციებისგან. თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავს შენს ირგვლივ, აჩვენებ მათ დადებით მხარეებს, რაც აქამდე არ იცოდნენ, მათ სუსტ მხარეებს და უბიძგებ უკეთესობისკენ. აი უპირველესად შენ აიძულებ ადამიანებს იმოძრავონ წინ, შეცვალონ მათი ცხოვრება. ეს გაქვს შენ ყველაზე კარგი, ყველაზე ჯანსაღი, რომ ძალიან კარგად ახერხებენ შენს ირგვლივ მყოფი ადამიანები საკუთარი ნათელი და ბნელი მხარის ამოყრას, საკუთარი თავის შეცნობას, მუშაობას ცხოვრებაზე, მათი ცხოვრების ხარისხი, შინაგანი სამყარო, ანუ კონტაქტი ხდება უმაღლეს მესთან, ადამიანებთან, იცვლება მათი ცხოვრება, რადგანაც შენ არ გიყვარს პირფერობა, ხარ საკმაოდ პირდაპირი ადამიანი, უანგარო. იცვლება, აი ადამიანების ცხოვრება შენცვლი უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ სიმართლე არის მწარე, უმეტესწილად მწარე, არაკომფორტული, მაგრამ შენ ხარ საწინდარი. ამიტომ რომ ვულოცავ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ხარ შენ. რადგანაც ეხმარები მათ განვითარებაში, ზრდაში, წინსვლაში, პროგრესში. არატყუებ. ემოციებიც კი სახეზე გეწერება ხოლმე ყოველთვის. კომფორტის გამო, რაღაცა პირადი ანგარების გამო, არასოდეს არ გადახვალ შენს მორალს, სინდის, ღირსებას, იმას, რისიც გჯერა და გწამს. სწორედ ამიტომაც ხარ შინაგანად ძლიერი ადამიანი. ძალის ადამიანი, პრინციპების ადამიანი. ამიტომაც შენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, როგორც შენ, აღწევთ მიზნებს, ოცნებებს, რადგანაც ხართ მუდმივად განვითარებაში, მოძრაობაში, სწრაფვაში, სწავლაში, განვითარებაში. გილოცავ შენ და ვულოცავ შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რადგანაც ისინიც გიყურებენ, სწავლობენ, ვითარდებიან, შენც სწავლობ მათგან და ესე ერთიანობით ქმნით სასწაულებს, საოცრებებს, ცვლით თქვენს ცხოვრებას, ამ სამყაროს და რეალობას. დიდი პასუხისგებლობაა, მაგრამ კარგად ართმევ თავს. ესე გააგრძელე, არ შეიცვალო არავის გამო. წინ და წინ. Ступай.